დღეს არის 25 მაისი, შენ 4 დღეა რაც დაკავებული ხარ. პრინციპული საკითხი არის, ჩემი აზრით, რომ ადამიანებმა უარი თქვათ ნებისმიერ ტყუილში მონაწილეობაზე. არ გიყვარს ამ თემაზე საუბარი, შევამჩნიე. ერთადერთი იმის გამო არ გაქრეს, ვიღაცებს უბრალოდ აგინებს. მონსტრად გადაიქცა. ეს უნდა ამოვჭრა. ცოტნე ჩელე, რატო წავიდნენ? დავჯექით და რაღაცებზე ვილაპარაკეთ. ეს ერთ-ერთი შენი საუკეთესო მოგონებაა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი გაშუვა ერთადერთი. იაგოსზე მინდა კითხვა. აუ. პროტესტი დღეს ჩიხშია, როგორ ფიქრობ? არც ჩანს, რომ ეს პროცესი ჩიხში შევა. მალე გამოდი. კეპიც თუ არის რაღაცა მაღალი, ესე იგი ჯაფარა არის. მე მგონი რომ საინტერესო სტუმარი იყო ზურა. ამის მოლოდინიც მქონდა. პირველად ჩავწერე ადამიანი, რომელიც უნდა დააკავონ რამდენიმე საათში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ განსხვავებული არის ზურა ამ გადაცემაში, უფრო ემოციური არის, უფრო გულწრფელი არის, თუმცა მას აქამდეც არ აკლდა. ბევრი რამ ისეთი მოვისმინე, რაც აქამდე არ მომისმენია, ბევრი რამ ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. მე მგონი წინ ძალიან საინტერესო 1 საათი გველის და განსაკუთრებით მომეწონა 3 ნივთის რუბრიკა. პრინციპში 1 ნივთი გამოვიცანი თუ რას მოიტანდა. მოკლედ ნახოთ, როგორი იყო გადაცემაში ვიკასთან ფილტრის გარეშე ზურა გირჩი-ჯაფარიძე. მოგესალმებით, ეს არის YouTube არხი მისმინე. თქვენ უყურებთ გადაცემას ვიკასთან ფილტრის გარეშე. მე ვარ ვიკა ბუკია და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ზურა გირჩი-ჯაფარიძე, რომელიც უკვე დაკავებულია. ეს გადაცემა კი ჩაიწერა მის დაკავებამდე 1 დღით ადრე. მადლობა მინდა ვუთხრა ზურას სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობა ზურას, მოგესალმები. როგორია განწყობა შენი ზურა? ნორმალური. დღეს არის კვირა, დღეს არის 25 მაისი, შენ 4 დღეა რაც დაკავებული ხარ. და როგორ ფიქრობ, ეს 4 დღეში რა აღმოჩენები გექნება საკანში? ალბათ ხო, ვერ ყვევი გარემოებებში, როგორია იქ ცხოვრება, ყოველდღიურობა, რისი გაკეთება შემიძლია, რისი გაკეთება არ შემიძლია. და რაღაც ყოფითი რაღაცეები რა ვიცი, როდის მაბანავებენ ტელევიზორი მექნება თუ არა, რავი, ცხელი წყალი არის, აზე არა, რაღაც ეგეთ რაღაცებში ვერ ყვევი ალბათ. 4 დღეში ალბათ უკვე გარკვეული ვიქნება. ეს რაღაცებს უფრო ფიქრობ, ეხა ვიდრე რაღაც ეგზისტენციალურ საკითხებზე. იქ რომ მოხდები, მოგიწევს რაღაცა მინიმალური რაღაცების გააზრება და მოგვარება ალბათ. უყურებ ამას როგორც რაღაც ახალ თავგადასავალს შენს ცხოვრებაში, რომელიც აქამდე არ ყოფილა. კი, ანუ ნაჯდომი ვარ წინასწარი დაკავების საკანში, არაერთხელ. 2 ღამე მაქვს მაქსიმუმი ზედიზედ. ისე, რავი, თითო ღამე პოლიციის განყოფილებში და იქ ბევრჯერ მაკატარებული. მაგრამ ეხლა ესე ხან გზდებათ არა. ხო, ამიტომ რაღაცა ელემენტარული რაღაცების მოგვარება მოწესრიგება დამჭირდება ყველა ვარიანტში. ამ ინტერვიუს ჩვენ ვწერთ 4 შაბათს 21 მაისს და ხვალ 22 მაისს შენ გაქვს სასამართლო, სადაც დიდი ალბათობით დაგაკავებენ, რადგან არ გადაიხადა გირაო, ეს ის ისტორია, რაც უკვე გამოიარა ირაკლი ოქრუაშვილმა, შესაბამისად არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ დაგაკავონ. რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით, რამდენად ელოდი ამას, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები, მაშინ როცა შეიქმნა თუნდაც ეს კომისია. არა, საერთოდ ამ კომისიაზე რომ დამიბარებდნენ, მაინც მაგის მოლოდინი არ ქონდა. იმიტომ ეს კომისია რომ შეიქმნა, იყო ლაპარაკი რაღაც 2020-დან 2012 წლამდე, ანუ წინა ხელისუფლების დროს რაღაც ამბების გამოძიებაზე ცხადია სიყალბეა და მასკარადია ეს ყველაფერი, მაგრამ მე რა შოში ვიყავი, მაგ შემთხვევაში ათმა დავებარებინა და გაუგება არ იყო, მაგრამ მე მომივიდა ეს რაღაც SMS-ი და მე წერილი, რომ ვითომ ჩემი აზრი აინტერესებთ მაგ პერიოდში რაღაც ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით რაღაცა, მაგრამ ნებისმიერ შეუძლებლად დაიბარონ და ჩემი პოზიცია მაშინვე იყო, რომ არც კომისიაზე არ მივარ და მაგასაც არ უნდა მოყვეს ნებისმიერ შემთხვევაში მაგ სისტემასთან არ ვითანამშრომლებ. ამის შემდეგ, რა ვიცი, მათი არჩევანი იყო, რომ
გაენებებინათ თავი, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ რაღაც აღკვეთი ღონისძიება გირაო გამოეყენებინათ, რომლის საფუძველიც ასევე არ არსებობდა, იმიტომ რომ ამ საქმეში მოწმეები არ არსებობენ, რომ გავლენა მოვახდინოთ, მტკიცებულებები არ არსებობს, რომ გავანადგურო და არსად გაქცევას არ ვაპირებ, პირიქით უცხოეთში ვიყავი, ჩამოვედი და მე კიდე წავედი და კიდე ჩამოვედი და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაიბარონ, ესე იგი, როგორც მივხვდი, დაგიბაროს, რომ უბრალოდ უნდა მოგეყოლა 2012 წლამდე და რა ხდებოდა ადამიანის უფლებების კუთხით, აი ნებისმიერ შეიძლება ეს მოაყოლონ და კაცს. ნებისმიერ სხვა თემა შეგიძლია აირჩიო და თქვა რა, ადამიანის უფლები ხო არა ერთი თემა, შეგიძლია თქვა რა ვიცი, რომ კომისიას აინტერესებს თქვენი აზრი რა ხდება ფილოლოგია ბიზანტინისტიკაში საქართველოში რა ხდებოდა ამ პერიოდში და მოდი და მომიყევი. დაიწყე ილიადად. ეგ რას ნიშნავს? ეგ რაზე ვსაუბრობთ ახლა? მაგის მიზანი ხო? ციხეში ეს არის ამ კომისიის ის რომ საწყისი მიზანი ყოველ შემთხვევაში ალბათ ეგ იყო გარდა იმისა რომ შოუს აწყობენ რომ რაღაცა ეს რაღაც ტრამვები გაუღვიძონ ადამიანებს, მიზანი იყო ის რომ გაიძულონ რომ იქ მიხვიდა და იქ თუ მიდიხარ რაღაც აღიარებ, ესე იგი ამ კომისიის მანდატს და კომისიის მანდატს თუ აღიარებ, ესე იგი აღიარებ ირიბად უკვე რომ ის პარლამენტი მართლა პარლამენტია. მაგრამ მაგის შემდეგ გათვალეს თუ არა და ქონათ თუ არა გათვლილი რომ ვიღაცა იტყო და უარს და მის გამო მოუწევდათ მე ვიღაც ციხეში ჩასმა, არ ვიცი. შვენიერი მექანიზმი დაკავების. კი. მარტივი, ძალიან მოქნილი და ემოციურადაც მინდა რომ გავიგო კარგად რა შეიძლება გრძნობდეს პოლიტიკოსი, რომელმაც დანამდვილებით იცის, რომ ხვალ დააკავებენ. ნუ ძირითადად ხა ამ ბოლო დღების განმავლობაში ჩემი თავი იმით იყო დაკავებული, რომ რაღაცა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები რაც მაქვს, ბევრი რაღაცებია ჩემზე ჩამოკიდებული, ოჯახის ამბავშიც და პარტია და ოფისი და რაღაცეები და მაგ რაღაცა პასუხისმგებლობების თან იცი როგორ არის რაღაცები არის რომ აი ისე ხო ხაი სიტყვაზე რაღაცა კომუნიკაციებს იხდი ყოველთვე პირობითად ვიძახი რა ადვილი გადასაბარებელია რა რაღაც ნატას ვეტყვი რომ ოკეი რაღაცა ეს ასე ვაკეთებდი და რაღაცა ეს არის ამის ნომერი ეს არის ამის ნომერი და მიხედე და მიხედავს მაგრამ არის რაღაცები ხა სახშიც და მით უმეტეს იმ საქმეში ვარ რომ არ არის დაგეგმილი რა რაღაცა რეგულარობით არ ხდება აი ყოველდღე და ვერავის ვერ გადააბარე ხო ეგ არის რაც იმაშება ცოტა ნევრებზე მოქმედებს, იმიტომ რომ არ ყოველდღიურად ასე სჭირდება რაღაცა მიხედვა, არ იცი რა გამოხდება ხვალ, მაგას ეგრე ვერ დაგეგმავ და ვერ გადააბარებ, ხო? მაგნაწილში გაქვს ცოტა შფოთვები. სხვა არ ვიცი, იქ წარმოდგენა ეხა რა იქნება რთული, არა, მაგარემოში არ ყოფილა ხარ ასოდეს ჩემთვის თავისუფლება არ აღუკვეთიათ. სხვადასხვა მახსოვს ერთი ინტერვიუ ოპოზიციონერთან, ილია იაშინთან, რომელსაც დაკავების მოლოდინში მას კითხეს, როგორ ემზადებოდა ამ დღისთვის და თქვა, რომ სტომატოლოგთან დავდივარო. ეგ მეც მირჩიე სხვათა შორის, იმიტომ რომ რაღაც კბილი თუ აქტივდა, იქო სერიოზული პრობლემა არის. ეგ ეთყობა რაღაცა ცნობილი ამბავია, რომ კბილები უნდა მოიწესრიგო, სანამ ჩაჯდები. დღეს ხო რა პირობს სტომატოლოგთან. ჯერჯერობით წესრიგში ვაკა. მაგრამ ეგ რჩევა მქონდა მართლა რამდენიმესგან რომ პირველ რიგში კბილებს მიხედავ, იმიტომ რომ იქ თუ აქტივდაო კატასტროფაო. არ ვიცი რატო არ ყავთ სტომატოლოგი თუ ცუდი სტომატოლოგი ყავთ თუ ძველი ბურღი აქვს თუ რა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ კბილებს მიხედავ რამდენიმე მირჩია მეც. შიმშილობას ხوار დაიწყებ. არ დაიწყო. გთხოვ. არა, შანსი არ არის. არასოდეს არ მიცდია ცხოვრებაში. შიმშილობა კი დიეტა არ მიცდია არასოდეს. რატო? იმიტომ რომ ბრძოლის ეს მეთოდი შენთვის არ ვიცი, შედეგოა თუ იმიტომ რომ გიყვარს ჭამა. ჭამა არის ერთადერთი რაღაცა, რასთანაც არ მიჭიდავია არასოდეს ცხოვრებაში. სხვა ბევრ რაღაცებთან მიჭიდავია და გამიმარჯვია, მაგრამ ჭამაზე არ მიცდი არასოდეს რომ შენი სუსტი წერტილია. აი, ნუ იმდენად. ყველაფერს ნუ გავაგებინებ ახლა ბადრაგებს. არა, ნუ იმდენად ის არის, რომ მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი ცხოვრების და სასიამოვნო რატო ვეჭიდავ არ ვიცი. კი ბატონო, შენს გარდა კიდევ სხვა ადამიანები გაივლიან სავარაუდოდ აი ამ ისტორიას. თუ არავინ არ გადაიხდის გირაოს და მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი, ლიდერები მოხდებიან ციხეში, საერთოდ როგორ წაადგება ეს პროცესი, როგორ ფიქრობ? ნუ მინიმუმ რაც მოხდება, იქნება ის, რომ ეხლა რაცაც უყურებთ, რომ გამწარებული დარბიან რაღაც საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც ავტომატური დაპატიჟება აქვს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ისე არსად არ ეძახიან, რომ ჩავიდნენ და ვიღაცას ხელი ჩამოართვან.
ან ვიღაცა მხარზე ხელი დაადოს და გაუღიმოს კობახიძეს და მე ამას პროპაგანდა ატრიალებს, რომ აი ნახე, ყველაფერი კარგად არის, ვლაგდები დასავლეთთან. ეგ აჩვენებს იმას, რომ პრობლემა აქვს, მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებშიც, მათი მხარდამჭერებიც არ არიან მაინც და მაინც კმაყოფილი, იმით რომ მათ დასავლეთთან დალაგებული ვერ აქვთ. ეს ხო ეგეთი ხალხია, მათი დიდი ნაწილი არის ეგეთი ხალხი, რომ ისეთი საბჭოთა გრუზინები არიან, მოდი ესე ვთქვათ, ანუ რაღაცა ჩვენთვის ვიყოთ რა, წანათ ვიყოთ რა, არა ყველასთან კარგად ვიყოთ რა, განვეგრე წარმოვიდგინეთ რომ ხო და ის რომ დასავლეთთან არეული აქვს თამარ სიტუაცია, მაინც და მაინც იმათ არ მოწონთ. ანუ კი რაღაც ეს მშვიდობა, სიწყნარე, რაღაცები ეს ყველაფერი ეს ამ მესიჯებს ყველაფერს ისინი ჭამენ და ყიდულობენ, მაგრამ პლუს მართლა ეგრე უნდათ რა, რომ რა გვინდა რა, ჩვენთვის იყო წყარაჩი და ყველასთან კარგად ვიყოთ, ანუ ხო და წარმოვიდგინეთ რომ ეგეთი რამე შესაძლებელი არის, ხო და მან პრობლემა აქვს, ამიტომ თუ ჩვენ ყველას დაგვიჭერენ და თუ მართლა მაგაზე წავიდნენ რომ ერთ წლიანი მოგვისაჯეს, ან თუნდაც ერთ წელი არა, მაგრამ არის 6-6 თვე მოგვისაჯეს პირობითად. მან მარტო ჩვენ არა ვართ, ანუ ჩვენს გარდა კიდე მამუკა დაემატება და ბადრი დაემატება ლელოდან, ჯამში 6 ადამიანზე არის ლაპარაკი, ვინ შეიძლება ჩასვან. თუ კიდე ვიღაცები არ დაიბარეს ახლა და კიდე ვიღაცები მართხეს უარი, რომ შეიძლება კიდე ამას დაემატოს. მინიმუმ ამ ნაწილში პრობლემები ექნებათ, ანუ გარეთ თუ რამის დალაგებას ცდილობენ, ისაც არ გამოდით ახლა და მან დაერევათ, თუ რამე სანქციები იყო იქ ფაიპლაინში გამზადებული, მათი ინტენსივობა და მასშტაბი ალბათ გაიზრდება. ქვეყნის შიგნით თუ იმე კიდე ფიქრობს დღეს, რომ იმ მასკარადში მიიღოს მონაწილეობა ოქტომბერშიაც გეგმავენ და ეძახიან თვითმმართველობის არჩევნებს, იმიტომ ის არჩევნები არ იქნება რეალურად. ყველას გაუჭირდება მაგაში მონაწილეობის მიღება. ვინც არ უნდა იყოს, ამიტომ პოლიტიკურად ალბათ რეგეთი რაღაცები შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოხდება. ხა აწყობთ, არ აწყობთ, რთული სათქმელია. მაგრამ რამდენი მე მგონი რომ მაინც საბოლოო ჯამში არ აწყობთ რა. ზურა, შეშეგეძლო აგერიდებინა თავი ამ პატიმრობისთვის. შემეძლო და შემეძლო. მე ხო გადაგეხადა გირაო. ხო, მაგრამ მისულიყავი, არ ვიცი, კომისიაზე. შენ შეგეძლო აგერიდებინა თავი პატიმრობისთვის, ეს არ გააკეთე. ეს რამდენად პრაგმატული არის, არ ვიცი, თქვენი ბრძოლისთვის. მე არ ვიცი ეს პოლიტიკურად გამართლებულა თუ გამართლებელია, მაგ სიტყვაში არ მიფიქრია, თუმცა მგონია რომ პოლიტიკურადაც გამართლებულია, მაგრამ მაგ სიტყვაში არ მიფიქრია. ესეთი ტიპის რეჟიმები დგას თავიდან ბოლომდე ტყუილზე. თავიდან ბოლომდე ტყუილზე. ტყუილი არის მთავარი ინსტრუმენტი და მთავარი საყრდენი ესეთი ტიპის რეჟიმების. პოლიციელები, რომლებიც მოდიან სასამართლოში და იტყუებიან, ზუსტად იციან, რომ იტყუებენ, მაგრამ იტყუებიან. პროკურორები, რომლებიც იგზიან და ზუსტად იციან, რომ ტყუილის მხარეს არიან, მაგრამ მაინც იტყუებიან. მოსამართლეები, რომლებიც ზუსტად იციან, რომ ტყუილს უჭერენ ხალხს და ტყუილს აკანონებენ საკუთარი განაჩენებით, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას. ბადრაგები, რომლებიც იციან, იქ დგანას უსმენენ მთელ პროცესებს და ზუსტად იციან, რომ ისინი ხალხი უდანაშაულო, მაგრამ ამ ტყუილში იღებენ მონაწილეობას. ყველაფერი ტყუილია. როცა გაჯერებენ, რომ თეთრი შავია და შავი თეთრი, როცა გაჯერებენ, რომ ქართული ღირებულებები არის ის, რომ ფეხძიმე ქალს სახში შეუვარდე პატარა შვილიან და ეგ ვითომ მოსვლა და ვითომ ეგ არის ქართულობა, რომ პატარა გოგოს ჩაწეხლა აქციაზე ვიღაცა მუტრუკის მხრიდან, რომ ეგ არის ნორმალური და ეგ არის ქართულობა, რომ ვითომ მიდიან ევროპისკენ და ვითომ არ არიან რუსები და სინამდვილეში პირიქით არის. ყველაფერი ტყუილია. საბოლოო ჯამში ადამიანების დიდი ნაწილი, რეჟიმი რაზე დგას იმაზე, რომ ადამიანების დიდი ნაწილი უბრალოდ ამ ტყუილში მონაწილეობაზე არ ამბობს უარს. მანდატური, რომელიც იცის რომ ტყუილში მონაწილეობს, მაინც იღებს მონაწილეობას ამ ტყუილში. პოლიციელმა იცის რომ ტყუილში მონაწილეობს, მაგრამ იღებს მონაწილეობას ამ ტყუილში, იმიტომ რომ რაღაცა სისულელი შეჯერა, რომ ვითომ რაღაცა დიადი მიზანია, რომელსაც ემსახურება. წესრიგს ვიცავ. სხვანაირად არა, ესე უნდა გამოვიდეს. მოსამართლე, პროკურორი, ყველა არჩევნებს ვინც აყალბებენ, მთელი საარჩევნო კომისია, ყველა მიცის რომ ტყუილში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ცნობიერად აკეთებენ ამას. საბოლოო ჯამში რეჟიმი დგას ტყუილზე. ამიტომ ესეთ რეჟიმთან ბრძოლაში პრინციპული საკითხი არის, ჩემი აზრით, რომ ადამიანებმა უარი თქვათ ნებისმიერ ტყუილში მონაწილეობაზე. ამიტომ ვიძახ, მე არ ვიცი ხა ეს პოლიტიკურად ამას მოიტანს თუ იმას მოიტანს, მაგრამ ეგ არც იყო ჩემი ინტერესის საგანი. მე რაც მაინტერესებს არის ის, რომ მე არ ვიყო მე ერთი ადამიანი, არ ვიყო ამ ტყუილის მონაწილე. მათ დადგმულ ტყუილში და ფარსში არ მივიღო მონაწილეობა. ამას არ შეუწყო ხელი. სხვადასხვა ეს იგრძნობა და ჩემი აზრით შენ ამიტომ უყვარხარ შენ სამომრჩეველს, რომ შეიძლება არ იყოს მომგებიანი შენი პოზიცია, მაგრამ ამბობ და აკეთებ იმას, რასაც მართლა მიიჩნევ, რომ სწორი არის, მაგრამ აი კიდევ ერთი მოსაზრება მინდა გაგიზიარო, რომელიც კომენტარის სახით წავიკითხე შენს დაკავებაზე და დარწმუნებული ვარ შენც წაგიკითხავს, დღევანდელ ოპოზიციასო ალბათ ურჩევნიაო, ციხეში იჯდეს, იმიტომ რომ გარეთ რა აკეთონ არის ჩიხში არიან. რას უპასუხებდი ამ ადამიანებს? ეს საერთოდ ამგონია, რომ
დღეს ოპოზიციური პარტიები კლასიკური გაგებით, როგორც ადამიანების წარმოდგენებში არსებობენ საერთოდ. პარტიები არსებობენ ერთი კონკრეტული დანიშნულებით, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, კამპანია ჩაატარონ, საკუთარი ხედვები გააცნონ მოქალაქეებს, მერე მხარდაჭერა მოიპოვონ და შემდეგ რა ვიცი, არჩევით ორგანოებში რაღაცები გააკეთონ. თუ არჩევნებს მოიგებენ, მთავრობა დააკომთ და ამ შემდეგ. ჩვენ რეალობაში ცხოვრობთ, ეს არის რეალობა, სადაც არჩევნები აღარ არსებობს. ანუ ის ფუნქცია, რომელიც პარტიებს კლასიკურად აკისრეთ, ეგ ფუნქცია აღარ არსებობს. ამიტომ მაგაში გასაკვირი არაფერი არ არის. ამ ქვეყანაში ხარ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან და რაღაცებს აკეთებენ რეჟიმის წინააღმდეგ. ესეთი ადამიანები არიან, ვისაც ქვიათ პოლიტიკოსები, არიან, ვისაც ქვიათ მსახიობები, არიან, ვისაც ქვიათ ჟურნალისტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს რეჟიმს უპირისპირდება, რაღაც გაგებით არის პოლიტიკოსი. ესეთი ადამიანები გაჩნდნენ უამრავი. ქუჩაში დგას უამრავი ესეთი ადამიანი ყოველ საღამოს, მათ შორის რუსთაველზე. ხო, ამიტომ საუბარი თუ არის იმაზე, რომ საქართველოში ეხა რაღაცა ოპოზიცია სუსტია და რაღაცა მე ეგეთ რაღაცებს არ ვეთანხმები იმ გაგებით, რომ არ არსებობს ესეთი ტიპის რეჟიმები, სადაც ოპოზიცია არის ძლიერი. აქ თუ ოპოზიცია ძლიერია, მაშინ ეს რეჟიმიც აღარ არის. მთელი პრობლემა იმაში არის, რომ რეჟიმის ხელში არის ძალაუფლების ყველა წერტილი, რეჟიმის ხელში არის მთელი რესურსი და გუდავს როგორც ალკე ოპოზიციას, ისე სამოქალაქო სექტორს, ისე მედიას, ისე პროტესტს და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა ესეთი ტიპის რეჟიმების. ხო, ამიტომ რაც თუ უბრალოდ მის თქმა უნდა ვიღაცას რომ ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები, რაღაცა ძლევამოსილები არ არიან და ვერ წყვეტენ იმებს, ციდან ვარსკვლავებს, ხო, რავი, ეგ რეალობა არის კი, რაც ვართ ეგ ავართ. 2025 წელია, ვინც ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ეს ხალხი ცხოვრობთ. რამდენიც არ უნდა იწუწუნოს ახლა ვიღაცამ, არ ვიცი, ოპოზიციურ ლიდერებზე თუ სამოქალაქო სექტორზე თუ მედიაზე თუ ამაზე თუ იმაზე და ყველაფერზე წუწუნებენ, ეს ვართ, ვინც ვართ. და სხვა არავინ არ გაჩნდება ახლა სწრაფად. ჩვენი გასაკეთებელია მაინც. წვავე რეაქციას ელოდები შენ დაკავების შემდეგ. როგორ ფიქრობ, ნუ რაღაცა რეაქცია იქნება დასავლეთის მხრიდან ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით გარედან უფრო ელოდები ვიდრე შიგნიდან. კი, გარედან, იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით ახალ ფაზაზე გადადის რეჟიმი, იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავება მაინც სხვა ამბავია, განსხვავებით აქტივისტების და დემონსტრანტების დაკავებიდან. ამიტომ რაღაც რეაქცია ალბათ იქნება. შიგნით არ ვიცი, ხა გუშინ ისეთი გამოხმაურება ქონდა და უამრავმა ადამიანმა დაწერა, რომ აპირებს მოსვლას სასამართლოზე და ნახოთ რა. სხვათა შორის ბევრმა დაწერა სტატუსი, დღეს მთელი დღის განმავლობაში Facebook-ზე შენზე მიძღვნილ სტატუსებს ვკითხულობდი. რაღაც ასიამოვნო ალბათ შენთვის ეწარა. იცი რა არის ხო მე კი, იმიტომ რომ ერთის ხრი რაღაცა განცდა გაქვს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რაღაცნაირად ბევრ ადამიანს შეეხე იმით, რომ რაღაცას ლაპარაკობდი და რაღაც საკეთებდი და ვიღაცებმა ამაში რაღაცა პოზიტიური დაინახეს. თუმცა მეორეს ხრი მაინც ეს ბოლო დღეებია სულ ამაზე მიწევს აქცენტს გაკეთება, რომ რაღაცნაირად უხერხული ამბავია, როცა მანდენი ხალხია დაჭერილი, პატარა ბიჭები არიან დაჭერილი, რომლებსაც ბევრი წელი ციხე ემუქრებათ. ეგეთი ფლეშმობები, რაც ხა Facebook-ზე იყო ჩემთან მიმართებაში, მათ ხალხზე უნდა იყოს ყოველ დღე, მათ საქმეებზე უნდა იყოს ყოველ დღე, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს, რომ მართლა საუკეთესო ნაწილი დაიჭირეს. ყველაზე აქტიური და სწორი ხალხი ყავთ ხა დაკავებული და უპირებენ რამდენიმე წელი ციხეში ჩასმას. მათი სასამართლოები როცა არის, მაშინ უნდა ივსებოდეს სასამართლოს ეზო. და არა თუნდაც რა ვიცი, პოლიტიკო რომელი ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოგინა ჩემს გამო. როგორ ფიქრობ, ციხეში უფრო მეტი ძალა ექნება შენს ბრძოლას, ციხიდან უფრო მეტს შეძლებ, ვიდრე გარედან აკეთებდი? ჯამში ალბათ კი, ანუ შიგიდან არა, მაგრამ გასაგებია რომ მე რაღაცებს მოვაკლდები, იმიტომ რომ მთელი ხან პერიოდის განმავლობაში რაღაცებს ვაკეთებდი, მათ შორის პროტესტს წინააღმდეგობას ვეხმარებოდი ყველა შესაძლებლობით თუ რამე შემეძლო ყველასთან მაგ კომუნიკაცია თუ კი ვინმეს რამე ჭირდებოდა მთელი თვეების განმავლობაში ვცდილობდი ყველას გვერდით ყოფილიყავი პლუს საგარეო საქმეებში ჩართული ვიყავი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად რაღაც ჯგუფში რომელიც ამ საგარეო საკითხებზე მუშაობდა სანქციების ნაწილში ჩართული ანუ რაღაცები იყო რასაც მიმდინარედ ვაკეთებდი ან კოორდინაციას ვაკეთებდი პლუს მეტნაკლებად ყველა ფორმატში ვიყავი ჩართული ან კომუნიკაცია მქონდა ყველა რაღაცას ფორმატის თუ სადაც დიალოგი არსებობს და კომუნიკაცია არსებობს მაგიმეებთან ამ რაღაცას მოვაკლდები გასაგებია და ნუ რა ვეხარო ვთქვა დაიქცევა მაგის გამო რამე თქვა არა მაგრამ რაღაცას მოვაკლდები მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მგონია რომ ადამიანებმა
გაიაზრონ, რომ ტყუილში მონაწილეობა არ შეიძლება, რომ რეჟიმი დგას ტყუილზე. რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის თითოეული ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ უარი თქვას ტყუილში და ფარში მონაწილეობაზე. და თუ ამას გააკეთეს ბევრი ადამიანი, მაშინ ეს რეჟიმი ჩამოიშლება. მაგის ახსნა და გაგებინება ადამიანებისთვის და თუნდაც მაგის ჩვენება ჩემი ამ ნაბიჯით, ეგ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ნებისმიერი რამესაც ახლა მე ვაკეთებ გარეთ. და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ თუ დაუშვათ რომ ხვალიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში შენ მოგიწევს გისოსებს მიღმა ყოფნა, რას დაუბარებდი პროტესტის მონაწილეებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, ვინც უწყვეტ პროტესტში არის? ერთი რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაც უკვე მუშაობს, იმას თავი უნდა დაანებონ. თავი დაანებონ იგულისხმება, რომ თუ არსებობს რეგულარული პროტესტი ყოველ საღამოს რუსთაველზე, ან მიიღე ამ პროტესტში მონაწილეობა, მაშინ როცა შეგიძლია, ან თავი დაანებე. ანუ ეს პროტესტი არსებობს და ცოცხლობს. მეორე არის ყოველ ვიკენდზე მარშები, რომელსაც ერთობა აორგანიზებს, რომელიც უკვე 3-ჯერ თუ 4-ჯერ შედგა. ეს უკვე მუშაობს. თუ შეგიძლია რამენერად გააძლიერო წინააღმდეგობის ეს ფორმა გააძლიერე, თუ არა თავი დაანებე. თუ რამე შეგიძლია ალტერნატივა მოიფიქრო, მაშინ ალტერნატივა მოიფიქრე და გააკეთე, მაგრამ მინიმუმ რაც უკვე მუშაობს, იმას თავი დაანებე, ან დაეხმარე, ან თავი დაანებე. და ეს წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა შემთხვევაში. ბევრჯერ მithქვამს სხვადასხვა ეთერებში, რომ გარედან რო შეხედო ამ ქვეყანას, ერთადერთი საჯარო ილუსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ხელები არ ჩამოგიშვია და ვიბრძვით ისევ თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის არის ეს პროტესტი. სხვაგან არაფერი არ ჩანს. გარედან არ ჩანს პოლიტიკოსები, რომლებიც ეთერებში დადიან და რაღაცებს ლაპარაკობენ. არაფერი სხვა გარედან არ ჩანს. ჩანს მარტო ეს, რომ საღამოს რუსთაველი იკეტება. ჩანს ის, რომ ყოველ ვიკენდზე არის მარში. ეგ არის გასაკეთებელი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო სექტორს და აქტივისტურ ჯგუფებს შენ ყოველთვის ამბობდი, რომ ოპოზიციის გაერთიანება არის გამოსავალი. გჯერა ოპოზიციის გაერთიანების? მე არ ვიცი არც ერთი გზა, არც ერთი ფორმულა, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ გაერთიანებამდე, გამარჯვებამდე, გარდა იმისა, რომ ძალები გავაერთიანოთ. არც არავისგან რამე ალტერნატივა არ მომისმენი. ანუ მინიმუმი წინაპირობაა, რომ ჩვენ ძალები გავაერთიანოთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ ჩემი აზრით. თუ ვინმეს რამე სხვა გზა აქვს, მაგრამ თვეებია უკვე და მე არავისგან არაფერი განს ალტერნატიული არ მომისმენია. ალტერნატივა რაც მომისმენია არის ის, რომ უბრალოდ რაღაცას უნდა დაველოდოთ, რაღაცა მოხდება, რაღაცა მომენტუმი დადგება, რაღაცა იქნება. რაც ნიშნავს, რომ რაღაცას უბრალოდ ელოდები და არ აკეთებ და ჩემი ის არ არის თან ეს ხო არ არის რაღაცა ჩემი მოფიქრებული ნებისმიერ ლიტერატურა, რომელიც ეხება ნებისმიერ კვლევა, რომელიც ეხება ავტორიტარულ რეჟიმებთან და დიქტატორულ რეჟიმებთან ბრძოლას იწყება მაგით, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ ძალები უნდა გაერთიანდეს და ნებისმიერი შემთხვევა, როცა ვერ მოხდა რეჟიმის ან დიქტატურის დამარცხება, იწყება მაგით, რომ რატო ვერ მოხდა, იმიტომ რომ ვერ მოხდა ძალების გაერთიანება. ან პირველი, ან მეორეა როგორც წესი ჩამონათვალში პრობლემების. ამიტომ გასაგებია, რომ ქართულ ახარსებული ხარ რუსულ რეჟიმს ჩვენ რეალობაში რაღაცა თავისი მახასიათებლები აქვს განსხვავებული ალბათ ყველა სხვა არსებული რეჟიმისგან კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ძირითადი არსი მაინც იგივე არის. და აქეთა მხრიდანაც, რა ვიცი, ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ ეხლა საქართველოში რაღაცა განსაკუთრებული სიტუაცია, რომ აი ჩვენთან ისეთი წარმოუდგენელი გარემოებებია, რომლის გამოც ვერ ხერხდება ძალების გაერთიანება და ეს არის განსხვავებული პრინციპულად ყველა სხვა შემთხვევებისგან, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ხო ეგ არის ისულელი. ზუსტად იგივე ხდებოდა ყველგან, სადაც ვერ მოხდა ძალების გაერთიანება, სადაც ვერ მოხდა შემდეგ რეჟიმის დამარცხება რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ამიტომ კი ჩემი საწყისი არის ეს. და ეს შესაძლებელია გაერთიანება? აქამდე რო ყოფილიყო შესაძლებელია ეს მოხდებოდა, მაგრამ მე მგონია რომ მაგისკენ ერთის მხრივ მგონია რომ მაგისკენ მიდის მაინც პროცესები, ის რომ არსებობს თუნდაც იგივე სალომე ზურაბიშვილის ფორმატი, რომელიც ცდილობს რომ ეს გამაერთიანებელის როლი ითამაშოს, ის რომ დამოუკიდებლად არსებობს კიდე რაღაცა სხვადასხვა ფორმატები შეგვიძლია დავარქვათ ან ადგილები სადაც ადამიანები უკვე იკრიბებიან და მსჯელობენ და ცდილობენ გამოსავალი იპოვონ, ეგ მგონია რომ არის რაღაც პროცესი, რომელიც მაგისკენ არის საბოლოო ჯამში მიმართული. ბუნებრივად მივალთ მაგამდე ალბათ. და ვინ უშლის ხელს ამ გაერთიანებას? ვინ არა, ესეთი ერთი ადამიანი არ არის. უშლის ბევრი რაღაცეები და ჩემი თავარი პრობლემა არის ნდობის არარსებობა.
დობის არარსებობა სხვადასხვა მოთამაშეებს შორის და ეს მარტო იმას არ ეხება მე ხშირად მომისმენია ხოლმე რაღაცა პარტიების ლანძღვა მაგის გამო მაგრამ მარტო პარტიებში არ ხდება სადაც უნდა ჩაიხედოთ ყველგან იგივე ხდება ოპოზიციის კრიტიკის დრო არ არის ახლა ასე ფიქრობ არა კრიტიკა ყოველთვის კარგია კრიტიკა კარგია ნებისმიერ დროს კრიტიკა უნდა იყოს თუ მე პრობლემას ხედავ იმაში როდესაც ვიღაცა ცდილობს ვიღაცამ არ იცის რა აკეთოს იდეა არ აქვს არც არაფერს არ აკეთებს და ერთადერთი რასაც ცდილობს არის ისო თავი დაიმკვიდროს მედია სივრცეში იმითი რომ ვიღაცებს აგინოს ეგ არის რაც არის ჩემთვის გამაღიზიანებელი უყურებ და ადამიანი არაფერს არ აკეთებს საერთოდ არც რამე იდეა აქვს რომ რაღაც ალტერნატივას ხედავდე რომ აი ეს ადამიანი ამ იდეით მოძრაობს და ცდილობს რომ ხალხი აიყოლებს არა ეგეც არაფერს არ აკეთებს და ერთადერთი იმის გამო რომ არ გაქრეს ვიღაცებს უბრალოდ აგინებს ეგ არის ყველაზე მარტივი. ეს ხალხის გულისხმობა. ალბათ არა ამორჩევოს გულისხმობა, გულისხმობა ალბათ. პოლიტიკური მოთამაშეები არიან ეგეთი და არა მარტო პოლიტიკური მოთამაშეები არიან ეგეთი, რომლებიც მაგითი საზრდოობენ, ეგ არის მათი ყოველდღიური საქმიანობა. მან ხედა პრობლემას, თორე კრიტიკა კარგია ნებისმიერ დროს, როგორ მძიმეთაც არ უნდა ყო, როგორ კარგათაც არ უნდა იყოს. კრიტიკა და ლანძღვა როგორ გავმიჩნოთ ერთმანეთსგან, აი მაგალითი რო გითხრა თქვა, რომელია ლანძღვა, რომელია კრიტიკა, რომელია რა არის ის, რაზეც შენ ახლა საუბრობ, როცა ვიღაცას აკრიტიკებ, იმიტომ რომ ამ პროტესტში უბრალოდ იტივტივო. მე რასაც ვაკეთებ, ეგ კრიტიკა არის ჩემი აზრით. მე ვიძახი, რომ მე ვამბობ, რომ გამოსავალი არის ამაში, რომ ჩვენ ძალები უნდა გავაერთიანოთ. თუ ვინმე ამის წინააღმდეგი არის, მისთვის ეს არის კრიტიკა. ვინც ამასზე წინააღმდეგება და ამას ვაკეთებ რამდენიმე წელია, მისთვის არის კრიტიკა. ხო, გასაგები ამბავი, არავის არ ვაგინებ, არავის არ ვთათხავ. ხო, ვიძახი, რომ ჩემი აზრით ეს არის სწორი გზა და ყველა მიცის, რომ მე ამ აზრით დავდივარ და ყველას ამაზე ველაპარაკები ბევრი წლებია. დაწყებული ჯერ კიდევ არჩევნებამდე 2 წლით ადრე. საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ. და კი ვინც ამასე წინააღმდეგება, იმათ ვაკრიტიკებ და ვიძახი, რომ არ არის ესე და მაგ ჩემი არგუმენტები და ესე მოძრავ. ჩემს ეს არის კრიტიკა და მათ შორის ალტერნატივის შეთავაზება, რომ ეს არის სწორი გზა და ადამიანები ხედავენ, რომ მე ამას მართლა ვაკეთებ. და ამე არ ვზივარ, რაღაც არ ვიცი, ეთერებში ყოველ საღამოს და უბრალოდ არ ვილანძღები. თუ ლანძღვაზე ადვილი არაფერი არ არის. მე მიკეთებია, ლანძღვაც მიკეთებია, დაცინვაც მიკეთებია, მქონია გირჩ პერიოდი, როცა მარტო დაცინვით ვიყავი დაკავებული. როგორ გაიხსენებ ამ პერიოდს? ამოწურე აქ შენი შესაძლებლობები? გარემოებები რომ შეიცვალოს, შეიძლება დაუბრუნდებოდეს სიამოვნებით მაგ მოქმედების მაგ სტილს, მაგრამ ამ პირობებში რა პირველში ეხლა ვართ, როცა რა ვიცი, ჯოჯოხეთი ტრიალებს გარშემო ხო, ადამიანებს აწამებენ, სახლებში უვარდებიან, უსაფრთხოებიან, რეკავენ, აშინებენ. ტერორის ატმოსფერო არის ქვეყანაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ადამიანები ციხეში ზიან და ნუ რაღაცნაირად არ მაქვს მაგის აღარა მაქვს მაგის ხალისი, რომ გავერთო Facebook-ზეც კი სადაც ოფიციალური გვერდი მაქვს, სადაც უფრო სერიოზულ პოსტებს ვდებ ხოლმე და მაქვს მე რომ ჩემი აკაუნტი, სადაც ჩემი საღლაბუცო აკაუნტი იყოს სულ ერთობოდი ვიცინები. კი, აი მე მახსოვს თეადრ ერთიასთან ინტერვიუში შენ თქვი რომ ძველი გირჩი და ძველი ზურა ჯაფარიძე აღარ არის, რადგან ახლა ყველანი ვართ გადარჩენის რეჟიმში და ღადაობის დრო არ არისო და შენმა ამ ნათქვამა მართალი რო გითხრა ძალიან დამთრგუნა, იმიტომ რომ ზურა გირჩი თუ ამბობს რომ ღადაობის დრო აღარ არის, ესე იგი რაღაც ძალიან შავად არის საქმე. ხო, მე ხო განწყობის ამბავი არის, ნუ აღარ აქვს ეს განწყობა. ვერც გექნება ამ მოკლედ არასხივებდი ოპტიმიზმ, მოკლედ რო ვთქვათ იმ ინტერვიუში. არა, ოპტიმიზმი იმას პესიმიზმი არის, უბრალოდ მაგის განწყობა არ მაქვს, ხა როცა იცი რომ ადამიანებს რაღაცა 8-დან 20 წლამდე ციხე მუქრება და რაღაცა მორი კობახიძის ან ზარქუას რაღაცა სისულელეზე ვეღარ ვერთობიან, კი შემილია რავი, გავცინებ და ვიღადავებ როგორც ადრე ღლაბუწობდი, მაგრამ ხალისი არ მაქვს, იმიტომ რომ რავი, არ მეცინება ხა. აღარ მეცინება. მეც მაქვს ეგ განცდა, ჩემს მანანად შეკობავას რო ვაკეთებ, ისეთი ინტენსივობით ვეღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ მესმის კარგად რასაც ამბობ. განწყობის ამბავია. პროტესტი დღეს ჩიხშია, როგორ ფიქრობ? არა, საერთოდ არ მგონია ჩიხშია. რატომ არ გქონია? 200 დღე იქნება მალე, 180 დღემდე ალბათ საფრანგეთში. 180 დღე არის თუ არ ხდები 26 მაისს. კი, ხო, დანარჩება მაგაზე თქვა, რომ ჩიხშია. ეს სახიანობს, ვინც რუსთაველზე არ დადის და ვერ ხედავს იქ რა ხდება. არ უნახია ძალიან დიდი ხანია, ბოლოს იყო, არ ვიცი, დეკემბერში, ან იანვარში ახალ წელს და იმის მერე კიდე ერთი ორჯერ მივიდა და იმის მერე აღარ ყოფილა. და გონია რომ რუსთაველიც არიელია და იქ 100 კაცი დგას და რუსთაველს დადის რამდენიმე 1000 ადამიანი. ყოველ საღამოს სხვადასხვა განრიგებით საკუთარი გრაფიკი აქვს ყველა შედგენილი და ვინც როდის ახერხებს მაშინ მიდის
და იმ ხალხს თუ ელაპარაკები და იმ ხალხის განწყობას თუ ნახულობ, არაფერი ჩიხის იმას არ ეტყობა. არასად ეს ხალხი წამსვლელი არ არის. ამიტომ ეს არ ვიცი, ტელევიზორიდან დანახული რეალობა სხვა არის. გავიდნენ რუსთაველზე იმ ხალხს დაელაპარაკონ და მიხვდებიან, რომ არანაირი ჩიხი არ არის. ჩიხი იქნება, როცა რუსთაველზე პროტესტი აღარ იქნება. როცა აღარ იქნება არანაირი საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვიბრძვით, როცა ხალხი ქუჩაში აღარ იქნება საერთოდ. მაშინ იქნება ჩიხი. ჯერ ჩიხი არ არის კი არა, არც ჩანს, რომ ეგ პროცესი ჩიხში შევა. მაგ პროცესში ჩიხში ყავს შეყვანილი სინამდვილეში რეჟიმი. არ იციან რა უყონ. ვერც 5,000 ლარიანი ჯარიმებით ვერაფერი იქნეს, ვერც ცემით ვერაფერი ვერ იქნეს, ვერც დაჭერებით ვერაფერი ვერ იქნეს. ხალხი მაინც გამოდის და დგას. შენ სულ ერთიანობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობ, მაგრამ თავად გირჩიც კი შენი საკუთარი პარტიაც მუდმივად იშლება. აი რატომ? ცოტნე ჩელე, რატო წავიდნენ? დაშლა მაგას არ ქვია. რატო წავიდნენ? იმიტომ რომ რაღაცა უნდათ დამოუკიდებლად გააკეთონ. მე მაგ ამბავს არასოდეს არ უყურებდი. ტრაგედია. რატომღაც აქ დამკვიდრებული აზრი არის ესეთი, რომ რაღაცა არ ვიცი, თუ პოლიტიკურ პარტიაში რაღაცა ახალი ადამიანები მოვიდნენ, ეხლა ეს ახალი ადამიანები არ ვიცი, უნდა დარჩნენ მუდმივად ამ პარტიაში და მუდმივად რაღაცა ერთი და იგივე ლიდერს უნდა მიყვებოდნენ და ასე შემდეგ. არ არის ეგრე, რა ვიცი, ბევრჯერ მithქვამს, ეხლა ისევ შენთანაც გავიმეორებ. ცოტნე ჩელեց ბადრიც, როცა მოვიდნენ, იყვნენ თავისუფალი ადამიანები, მათი თავარი ღირებულება ისე როგორც ჩემი არის ადამიანის თავისუფლება. ისინი განსხვავებით სხვა პარტიებისგან ჩვენთან ეგ არ იყო არც დაშტამპულან არასოდეს. ვერავინ ვერ იტყვის ეხლა რომ რაღაცა ცოტნე ისევე ლაპარაკობს, როგორც მე ვლაპარაკობ. ან ჩელე, ან ბადრი, ან ისეთივე სხეულის ენა აქვთ, როგორც მე მაქვს. მაგრამ თქვენ რაღაცნაირად ერთი ის გაქვთ. აი მე მაგალითად ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ აი ცოტნას რო უსმენ და ჩელეს რო უსმენ, ცოტა ზურასაც უსმენ მაგ დროს. იდეოლოგიური თვალსაზრისით ახლოს არიან, მაგრამ ჩემი აზრით ერთ და იგივე საკითხზე მე როგორ ლაპარაკობ, ცოტნე როგორ ლაპარაკობ, ჩელე როგორ ლაპარაკობს, აი რადიკალურად სხვა კუთხიდან ხსნით ხოლმე რაღაცებს. იმიტომ რომ იმათი გონება ისეა მოწყობილი, ჩემი ესეა მოწყობილი და არავის არ ქონია არასოდეს ცდელობა, რომ მაინც და მაინც ზუსტად ისე ეფიქრათ ნებისმიერ საკითხზე, როგორც მე ვფიქრობ და ზუსტად ისე ჩამოეყალიბებინათ საკუთარი აზრები, როგორც მე ვაყალიბებ. და რა პრობლემაა ეგ რატო წავიდნენ? ანუ ეგ ხო არ არის მიზეზი იმისა, რომ რაღაცებს ხედავდით. ვიღაცები წავიდნენ. რაღაცებს ხედავდით განსხვავებულად. რაღაც როგორც ჩანს ისეც, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ წავიდნენ. კი, ნიშნავს რაღაცებს, ანუ არსებული რეალობის შეფასება და რაში შეიძლება იყოს გამოსავალი, მან რაღაცებში ავწდით ერთმანეთს, მაგრამ ნუ გარდა მაგისა იყო ის, რომ თვითონ უნდა საკუთარ თავზე გაცლებით მეტი პასუხისმგებლობის აღება. არჩევნების თემას უკავშირდება ეს თუნდაც სურა? არჩევნები არც პარლამენტში შესვლა არ შესვლა თემას. პარლამენტში თემა არ ყოფილა არც. არა. ეგეთი რაღაცები რაც ის არის ხოლმე. უცებ ჩდება ხოლმე რაღაცა ჭორები, რომლებიც მე რაღაცნაირად მოდის ხოლმე ჩემამდეც და არაფერი ეგეთი არ ყოფილა სინამდვილეში დავჯექით და რაღაცებზე ვილაპარაკეთ. ეს არ ყოფილა რაღაც ერთი დღის და ორი დღის ამბავი. ამ დროთა განმავლობაში რაღაცები გროვდებოდა. რაღაცებს უყურებენ განსხვავებულად თვლიან, რომ აი მაგალითად ხა რაღაც ჩვენ ვილაპარაკეთ ძველი გირჩის ამბავზე. ნუ ისინი თვლიან, რომ ძველი გირჩის კეთებას აქვს აზრი, თუმცა ისიც ესმით, რომ მე მაგის ხალისი არ მაქვს. მაგრამ ნუ თვითონ თუ აქვთ ხალისი, გააკეთებენ. უნდათ ყოველ შემთხვევაში რომ გააკეთონ რაღაცნაირად თვალსაზრისით ნოსტალგიაც აქვთ იმ ძველ გირჩზე, იმიტომ რომ იმ გირჩში მოვიდნენ, თავის ძოზე როცა მოვიდნენ. მაგრამ ჩემი აზრით თავარი ამბავი ის არის, რომ ამაში კონკრეტულად, რომ ეგეც ერთ-ერთი ამბავი. იმათ გადაობა უნდათ და შენ არ გინდა. ესე გამოვიდა. ეგრე და პატაროებაც არ შეიძლება მაგამ შენ არ იღადაო და იყავით ერთად. ჩემი აზრით თავარი ამბავი ის იყო, რომ საკუთარ თავზე უნდათ მეტი პასუხისმგებლობის აღება და ეგ მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასამებელია. რომ ადამიანებს უნდათ მეტი თავისუფლება ქონდეთ და თვითონ აიღონ საკუთარ პოლიტიკურ ნაბიჯებზე მეტი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მანამ სანამ ჩემთან ერთად იყვნენ გასაგებია, რომ უწევდათ პასუხისმგებლობის აღება ისეთ რაღაცებზე, რა გადაწყვეტილებას მე მივიღებდი, თუნდაც მარტო რომ იმეღო. შეიძლება თუნდაც არაპარტიული ყოფილიყო, მაგრამ ჩემი ყოფილიყო, მაგრამ მაინც იქნებოდა რაღაც თვალსაზრისით ამ პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდან და უნდა დამოუკიდებლად იმოქმედონ და რა ვიცი, ჯამში კარგია რა. მე როცა ვიძახდი გირჩის და ასთების დღიდან რომ მინდა რომ რაღაცნაირად პოლიტიკა გაიხსნას ახალი ადამიანებისთვის, ეგ არის პოლიტიკის გახსნა ახალი ადამიანების, როცა მოყავს ადამიანები, რომლებიც რაღაცებს რაღაც პერიოდი ატარებენ შენთან ერთად, რაღაცებს სწავლობენ, რაღაც გამოცდილებას იღებენ და მერე თვითონ ცდიან საკუთარ ბედს და საკუთარ თავს. ჯამში მგონია რომ კარგი ამბავია ეგ რა.
ცოტა თორე არსად ეხა მაგრამ ყველა აქციაზე ისევ ერთად გავართ და რაღაცებზე აქვს კარგი ურთიერთობა ყოველდღიური ცოტა სტატუსი ვნახე ამდენი წელი ერთად ვიყავით და იმდენი რაღაცები გვაქვს ერთად გამოვლილი ხო ეგეც კიდე ის არის რაღაცა მარტო იყო მოლოდინი რომ აი ზამეთ დედა უნდა გვეგინებინა ერთმანეთთვის არ ვიცი მეგობრობთ და ურთიერთობაც გვაქვს და რა ვიცი ხედვების 99%-ში ალბათ ისევ ემთხვევით ერთმანეთში და რაღაც პოლიტიკურ რეალობას ოდნავ განსხვავებულად აფასებდეთ და რაღაც მომავალთან მიმართებაში განსხვავებული ის ქონდეს, მაგრამ იაგოსზე მინდა კითხვა. ახლა მაგალითად დაკავებამდე სულ რაღაც 1 საათებიღა დაგრჩა, მქონია მას შენთან კომუნიკაციის ცდელობა. არა, არც ერთთან არ მაქვს ურთიერთობა და არც კომუნიკაცია არ მქონია, ალბათ სადღაც 1-2 თუ ერთად გადავეყარეთ ერთმანეთს და გამარჯობა თუ გითხოვს, თორე მეტი არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. ინტერვიუში ელისოსთან და გუკასთან თქვა, რომ რუსთაველზად განან დეგენერატები. ნუ მოვიდეს და ნახოს და იქ დაელაპარაკოს და უთხრას. გაბრაზდი ეს ნაწილი რო ნახე ინტერვიუში. არ მინახე, არა, სიმართლე გითხრათ. არ უყურებ ხოლმე იაგოს ინტერვიუს. არა, არაფერი არ მინახავ, საერთოდ გარდა იმისა, რასაც შეაჩება რაღაცა მოჭრილი ჩამიგდონ ხოლმე ჩატში თუ რაღაცა ესეთი სუპერ ექსტრაორდინალური რაღაცა არის ხოლმე ვიღაცამ შეიძლება ჩამიგდოს ჩემნიანმა, ან საერთოდ ჩატში ჩააგდონ და ისე ვნახოთ თორე იმის გამო რომ ყურადღებას არ ვაქცევ, ხო იცი ეს ფიდი ისე არის რომ მე აღარ გიგიდებს რა და აღარ მივარდება მაგათი რაღაცები წლებია. და ის ეგ როგორ მოხდა და როგორ ხდება რომ იყავი იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც შეუძლია რომ მივიდეს ეთერში და თქვას რომ პროტესტში მონაწილე ადამიანები არიან დეგენერატები. ამას ნუ სანამ ერთად ვიყავით ეგეთი რაღაცები არ ხდებოდა. შეიცვალა. ნუ ახლა ბევრი დრო გავიდა და შეიცვალა თუ მასში სულ იყო რაღაცა ეგეთი იაგო არ ვიცი ალბათ რაღაც სხვა ტიპის პროფესიის ადამიანი ჭირდება ეგ რო გამოავლინოს მაგრამ სანამ ერთად ვიყავით რავი არ იყო ეგეთი ხო ახსოვს ახლა ხალხს არ გიყვარს ამ თემაზე საუბარი შევამჩნიე არა მე არ მიყვარს ზოგადად ჩვენ გვაქვს რამდენი 5 წელი გვაქვს ერთად გატარებული ხო 5 წელი არ არის პატარა დრო ადამიანის ცხოვრებისთვის განსაკუთრებით რაღაცა ისეთი 5 წელი ბავშვობაში კიდე შეიძლება სხვა რაღაცა იყოს და აზრიანი ცხოვრების 5 წელი არის პატარა დრო. არ მიყვარს მაგას საუბარი. იმიტომ რაღაცნაირად ტკივნეული არის ეს პროცესი, იმიტომ რომ მართლაც რო დაფიქრდე 5 წლიანი მეგობრობა რაღაცები იყო ტკივნეული კი მათი რაღაცა პოლიტიკური ნაბიჯები იყო ტკივნეული ჩემთვის, მაგრამ ჯამში არა რა ვიცი ხო ადამიანები არიან მე ხო ესე უყურებ ცხოვრებას რომ რაღაც ამ ჩემ ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები შემოდიან მე რაღაცები გადიან ადამიანი ეგეთი არსება არის საბოლოო ჯამში როგორც იმის უნარი აქვს რომ რაღაცა არ ვიცი საუკეთესო ყველაზე კეთილშობილი ადამიანი იყოს ისევე აქვს იმის უნარი რომ მონსტრად გადაიქცეს ძალიან დიდი პალიტრა არის რანაირად შეიძლება ადამიანი ჩამოყალიბდეს მე არ მიყვარს საუბარი იმის გამო არა გადაიქცა ეს უნდა ამოვჭრა გულდაწყვეტა და იმედ ახლოსაც არ არის მაგასთან მაგრამ იმის თქმა უნდა თან არც ვიცი ახლა ვერ ვიმისჯელებ იმის გამო რომ მართლა არ ვიცი ანუ რაღაცები ჩემამდე რაც აღწევს ახლა ეხა ბოლო პერიოდს არაფერი აღარ აღწევს სანამ პარლამენტში იყვნენ მაშინ კიდე რაღაცები აღწევდა რომ არ გაინტერესებს მაგალითად ადამიანი რომელთან ერთადაც 5 წელი იყავი ერთ ბრძოლაში ერთ პარტიაში ახლა ეთერ რას ლაპარაკობს არადევნებს საერთოდ თვალყურს ანუ კიდე გავიმეორო თუ რამე ექსტრაორდინარულს გააკეთებს ან იტყვის ეგ აღწევს ჩემამდე მოდის რაღაცა ფორმით და ისე არა ხო არ ეგრევე მარტო ეგენი არ არიან ხა ბევრი არის ვიღაცა ვისაც ამ რეალობაში არის ჩვენ ცხოვრობთ დღის განმავლობაში ინფორმაციის ნაკადები არის უამრავი ხო მე ვარჩევ სინამდვილეში სელექციას ვაკეთებ რას მოусმინო რას არ მოусმინო რაზე დავხარჯო და რაზე არ დავხარჯო დრო და მე ხა ამ ფილტრში ვერ ხვდები კი ბატონო იაგოზე დროს არ ხარჯავ და მეც არ დაგახარჯვებ ამ დროს, ამიტომ ბელორუსზე მინდა გკითხო და საქართველო-ბელორუსის შედარებაზე, საქართველო-ბელორუსი არ არის, აქ არ გაუვათ. ეთანხმები ამ ფრაზას, რატომ არ არის ბელორუსი საქართველო, რატომ არ გაუვათ, რა ვიცი 53 ადამიანი არის ახლა დაკავებული, ბავშვიან დედებს უვარდებიან სახლში. არ გაუვათ. არც ბელორუსია და არც რუსეთია ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ იმიტომ რომ ის რასაც თავზე გვახვევენ, ეგ მორალი ჩვენი მორალი არ არის. სინამდვილეში რასაც ისინი აკეთებენ, ეგ არის მართლა ქართულობის დაკარგვა, რასაც ასევე ჩვენ გვაბრალებენ ორველიანურ სტილში.
იგივეს უნდა დაუბრუნდე. ახალგაზრდა ბიჭების 10 კაცი რო ერთ კაცს უტყავს ქუჩაში დასისხლიანება, მინიმუმში შეყრა და წამება, გოგოების ცემა, ფეხბურთზე გოგოსთან სახში შევარდნა, ანუ ეს შეშემილა გავაგზელო უსასრულოდ. ეს არ არის ჩვენი მორალი. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გავიზარდეთ. ეს არ არის ის, რაზეც ჩვენი იდენტობა მართლად დგას. ამიტომ შეუძლებელია. ეს არის ჩვენ გვაქვს ისეთი საფუძვლები, რომელიც ვერ მოარყია ვერავინ და ვერაფერმა საუკუნეების განმავლობაში. რაც გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ საბოლოო ჯამში ეს მართლა ქართველობა რაც არის, გადარჩეს. ეს ხო იმითი არ რჩება ხელისუფლებაში ვინ არის. ეს რჩება იმითი, რას კითხულობ ბავშვობაში, რას გასწავლიან და რაზე იზდები. ხო და როგორც არ უნდა, რაც არ უნდა ღუნო ეგ და რაც არ უნდა ღუნო რასიზმი. ჩვენი შვილები მაინც წაიკითხავენ ალუდა ქეთელაურს. მაინც წაიკითხავენ ალუდა ქეთელაურს, იმიტომ რომ ალუდა ქეთელაური გვაქვს. ამიტომ არ მჯერა რომ გძელვადიანად ეს ქვეყანა შეიძლება გარუსდეს რაღაც. შეუძლებელია. გარუსება იმას კი არ გულისხმობს ხო. რუსეთმა შეიძლება დაგიპყროს. ყავდით დაპყრობილი და მანამდე ხვებსაწყობილი ვართ დაპყრობილი. გარუსება არის ეს რასაც ეს რეჟიმი აკეთებს, რომ შეგაგუოს და ნორმალიზაცია მოხდეს იმიცი, რომ ეს ყველაფერი არის ნორმალური. პოლიცია რო იტყვება ნორმალურია, პროკურორი იტყვება ნორმალურია, ბავშვების ცემა ნორმალურია, ბავშვების ციხეში ჩაყრა უდანაშაულობის ნორმალურია. რომ ეს თითქოს ეს არის ჩვენი მორალი და არ არის ჩვენი მორალი. სხვა მორალი გვაქვს. ხო და კიდევ ვიმეორებ, ანუ დროთა განმავლობაში შეიძლება რაღაცები გააფუჭო, ვიღაცებს რაღაცები დააჯერო, მაგრამ ეს ჩვენი შვილები მაინც წაიკითხავენ მე ალუდა ქეთელაურს. და გაიზდებიან და საკუთარ მშობლებს დაუპირისპირდებიან. ზურა, შენმა მეგობარმა გოგა ხაჩიძემ გააკეთა ვიდეო შენზე და შენს პოლიტიკურ ბრძოლაზე და აქ რაღაცა ორად არის ეს ვიდეო გაყოფილი. პირველი ნაწილი არის უწვერო ზურა ჯაფარიძე, მეორე ნაწილი არის წვერით და თითქოს მართლა ორი სხვადასხვა რაღაცა პერიოდი არის და მარტო წვერშია განსხვავება. თუ რეალურად შეგვცვალა აი ამ მრავალწლიანმა წინააღმდეგობამ როგორც ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, უკან რო იხედები, აი რას გძნობ, გძნობ რომ სხვა ადამიანი ხარ. კი, რა თქმა უნდა. ბევრი რაღაცები შეიცვალა ჩემში. მათ შორის წემი წარმოდგენები შეიცვალა. რაღაცები ისიც ვჯერო და ნაკლებად ვჯერა, ან აღარ ვჯერა, სხვა რაღაცები დავიჯერე. თუმცა სოფხედრობის თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლია. ანუ მე ისიც ვჯერო და ისევ რაღაცების ვჯერა, მაგრამ ადამიანებთან მიმართებაში თვითონ ადამიანი როგორი არსება, რანაირი არსება შეიძლება თუ არ ადამიანს რაღაცები აუხსნა და გააგებინო. შეიძლება თუ რა ბევრ ადამიანს აუხსნა და გააგებინო რაღაცები და დააჯერო, რაც შენთვის მარტივი გასაგებია. ეხლა ნაკლებად ვჯერა. ადრე მჯეროდა რომ იმდენად მარტივი რაღაცების მჯერა მე, მათ შორის ის თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და როგორ უნდა ააშენო თავისუფალი საზოგადოება, რა წესებზე უნდა იყოს დაფუძნებული, ეს ჩემთვის იმდენად ანაბანა ჩემ წარმოდგენაში, რომ მეგონა რომ ოღონდ ცოტა დრო მქონდეს, რომ ეს ყველაფერი ვილაპარაკო და ადამიანებს აუხსნა და გაიგებ, როგორ შეიძლება ეს ვერ გაიგო. ხო, მან ძალიან ვწდებოდი, ანუ მივხვდი რომ არ არის ეგეთი მარტივი ადამიანების არსებული წარმოდგენების შეცვლა და ეხლა ნაკლებად ვჭერა მაგ რაღაცებს. კი ბატონო. როგორი რეაქცია ჰქონდა შენი ოჯახის წევრებს, როცა შეიტყვეს, რომ არაპირებ გირაოს გადახდას და ფაქტობრივად ციხეში წასვლას აწერ ხელს, რა სიტყვებით აუხსენი მათ ამის აუცილებლობა, გძნობ თუ არა, არ ვიცი, მათ წინაშე თავს დამნაშავეთ? არა, დამნაშავეთ არ გძნობ თავს. უხერხულად შეიძლება, იმიტომ რომ რაღაცები რაც ახლა ჩემზე არის აკიდებული პასუხისმგებლობები, ეს ვიღაცებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე, იქნება ეს ჩემი ძმა თუ იქნება ეს ნატა, მათ მოუწევთ რაღაცების კეთება, რაც მე ვაკეთებდი და რაღაცა ეს არის ესეთი workload როგორ არის ქართულად, რაღაცა საქმეები არის, რომელიც რაღაცა დავაყარე ხა თავზე და შვილებს ესაუბრა, ბავშვებს რა უთხარი? პატარას ესაუბრე, მე ნატა ესაუბრა დანარჩენებს. მე არ მცდილობ რომ პატარასაკიდანვე კი არაფერს არ ვატყუებ რა. ამიტომ ვცდილობ რომ რა არ ეუბნები საზღვარგარეთ მივდივარ, როგორც ხდება ხოლმე. არა, უთხარი რომ რაღაცა დღეების, კვირების, შეიძლება თვეების განმავლობაში სახში აღარ ვიყო, მკითხა რატო კოსტას ველაპარაკე პატარას, რომელიც 7 წლის არის, რატო რაღაცები აუხსენი, რამდენად შეიძლება 7 წლის ბავშვის გასაგები იყოს რა. კოსტა არის ჩემზე ძალიან მოწეპებული. მართლა? ხო. ამ ყველაზე რთული მისთვის იქნება, ამიტომ მე დაველაპარაკე მასთან.
ძალიან რთული ამ ყველაფრის ეს მიღმა რაც ხდება ოჯახში, პირად ურთიერთობაში არის მართლა რთული. ჩვენ გვაქვს რუბრიკა ბლიც კითხვები, მოკლე პასუხებს ველოდები ჩემს მოკლე კითხვაზე 10 წლის შემდეგ სად და როგორ წარმოგიდგენია შენი თავი? აქ საქართველოში. რას გავაკეთებ არ ვიცი. ზოგადად ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ რას გავაკეთებ არ ვიცი. ჯერ. როგორ გაატარებ დღევანდელ საღამოს? დღეს საღამოს აქციაზე ვაპირებ გასვლას. არის ისეთი რამ რის გამოც გრცხვენია და შეგიძლია მოყვეს საჯაროდ ახლა? არაფრის არ მცხვენია. არაფრის არ გცხვენია, თუ გცხვენია და საჯაროდ არ გინდა რომ მოყვე? არაფერი არ გამიკეთებია ისეთი, ანუ მომიყოლია ისეთი რაღაცები, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ის რო ეხა მცხვენია და მაგის გამო თავს ვიკლავ, ეგეთი არაფერი არ გამიკეთებია. თავის მოკლაც არ არის საჭირო, შეიძლება თვითრეფლექსია გქონდეს. თვითრეფლექსია რამეს ნანო? ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, რომ 90-იან წლებში რაღაც აკუმულატორები მაქვს მოპარული. მე არ მომისმენი არასდროს. დენი რო არ იყო და არაფერი არ იყო და საერთოდ არაფერი არ იყო. აკუმულატორები მაქვს მოპარული $25 იყიდებოდა და ორი კაცი ვიყავ თითქოს $12.5, $12.5. არ დაგიმატონს რამეს. მაგის გამო ეხლა. მაგის გამო. ხანდაზმულობის ვარ დაიქნება გას. კიდე კარგი ხანდაზმულობა მოქმედებს იმედი აკუმულატორების მოპარვაზე. არა, მაგამაც საამაყო ამბავი, მაგრამ ნუ 90-იან წლებში მაგამაც დალაგებული არ ვიყავი და აკუმულატორის მოპარვა კიდე ყველაზე მარტივი რამაა, რაც ხო შეგიძლია დაგეჭრა ვინმე. ეგეთი არაფერი არ გამიგე. ვითომ ხარ ევროვიზიაზე და გეკითხები სამი რამ, რაც არის შენთვის მნიშვნელოვანი. ევროვიზიაზე არ ვიქნები არასდროს. არ უყურებ და მეზიზღება. საერთოდ ჩასახსნელი ვარ. მაგრამ ევროვიზიის გარეშე რას მეპასუხებდი? ნუ იმას არა რაც იმან თქვა. რა თქვა, ფული, კარიერა და რაღაცა ხო? ჯანმრთელობა. მამული ენას არწუნება რო არ თქვა უკვე კარგია. ხალხი ყოველთვის მართალია? რა თქმა უნდა. გაქვს გამბედაობა რა ის უთხრა ადამიანებს? ხო, გამიკეთებია კიდევაც. არის რაღაც საკითხები, რაზეც ამ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობის აზრი იყო განსხვავებული და მე ვეჭიდავებოდი წლების განმავლობაში. მაგალითად ნარკოპოლიტიკაზე, რავი, დღემდე ვჭიდაობ. თუმცა ბევრი რაღაცები ადამიანების ტვინებს შეიცვალა მას შემდეგ, მაგრამ ეგეც საგიჟეთში ხარ რა, როგორც მანამდე ვიყავით, მაგრამ მაინც. ადამიანი, რომელიც ბოლო 1 წელიწადში გაიცანა და შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ბოლო 1 წელიწადში ერთი არ იქნება, რა ვიცი. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი ძალიან ბოლო წლის განმავლობაში. ჯერ ერთი გაიც კოალიცია რო შეიკრა, მაგ კოალიციაში გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ხალხი, რომელიც მე აღნიშნა რომ მათ შორის ამ კოალიცია გაჩნდებოდა, ჩემი მხარდამჭერები ყოფილან, მაგრამ არ ვიცნობდი პირადად და გავიცანი და ფანტასტიკური ხალხი არიან. რა ვიცი, ბევრია ეგეთი. კარგი ადვოკატები გავიცანი, ხა კაი ადვოკატი მყავს ირაკლი, ფანტასტიკური ადამიანია, არ ვიცნობდი მანამდე და გავიცანი, რა ვიცი, ბევრია. რას მოყავ ხარ ხოლმე ხასიათზე, რამე კონკრეტულ მოვლენას, ადამიანებს, ეს საინტერესოა. ბავშვებს, რამე ჰობი გააქვს? ეხლა ჩემი ჰობი არის რომ ვიკენდზე კვირა დღეს მქონდეს თავისუფალი დრო რომ ბავშვები გავასეინოთ მედანადამ ერთად სადმე მაგის იქით ჰობი არა მაქვს ისე ჩემი ჰობი იყო თევზაობა უნდა 2012 წლის მერე 2012-ში ვითევზავე ბოლოს კალმახზე ანკესით 2 წელი დავიჭირე ძლივს და მანდ მორჩა და 5 წლიდან თევზაობდი. მართლა? 2012-ის მერე ხო აღარაფერი აღარ მაქვს. რატო? ძალიან შეცვლილი ხარ ზურა. ვერ რაღაც ისა არც დრო მაქვს არც ნე. თევზაობა ხო ისეთი რაღაც არის. თევზაობა ეგეთი რაღაც რომ მიდიხარ სადღაც ბუნებაში ჩდები და აი რაღაცა. მედიტირებ ხო. მაგდენ თავისუფალი დრო აღარ მაქვს. ეხლა შეგიძლია რომ თევზაობის გარეშე მედიტაცია და აი ნერვები არ მეყო. ახლა შეგიძლია თევზაობის გარეშე მედიტაციით დაკავდა. გიფიქრია რა კვალის დატოვება გინდა საქართველოს ისტორიაში? არა. მართლა? ეგეთ რაღაც გრანდიოზულ რაღაცებზე არ ვფიქრობ. საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის თავზე სად ვართ ახლა? როგორ ფიქრობ? ვარ პრაქტიკულად რუსეთის მხრიდან ოკუპაციის უცნაური ფორმის ქვეშ, როცა რუსეთი არ შემოვიდა სამხედრო არმიით, არამედ შემოვიდა პროპაგანდით და ბევრი ფულით. ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, გაიდგა ფესვები და ეხლა ისე პროპაგანდით და
რესურსების სრული კონტროლით ცდილებს, რომ ამ ქვეყანას მოუკლას მომავალი. მაგალითად, ჩემი აზრით. რისი გაშენია ყველაზე მეტად? არაფრის? არაგაც რა არაფრის, ეგეთი არა ვარ, ეგეთ სისულებს არ ვიძახი. უშიში შეუძლებლად მეშინია ის რაღაცების, რაც ადამიანებს ეშინიათ, მაგრამ ყველაზე მეტად რადგან მკითხე მაგითო. შიში არ არის პრობლემა. შიშთან მიმართებაში ასაკეთებ, ეგ არის მანდ თავარი. თორე შიში ყოველას აქვს. შიშის დროს საქციელი არ დაკარგო? ხო, შიშის დროს ქცევა არის ის, რაც არის მნიშვნელოვანი. შიშს თუ აყევი და რაღაცა ანუ სიმხდალე არის პრობლემა. თუ შიშის გამო რაღაცას ვერ ბედავ და ვერ აკეთებ, თორე ხა ის რო რაღაც გეშინოდეს, რა პრობლემა ყოველას ეშინია. ყველაზე მეტად რისი მეშინია არ ვიცი, რაღაც მომენტში რაზეც მიფიქრე არის ის, რომ რა წლები რო გავა და ჩემ შვილებთან მომიწევს ლაპარაკი იმაზე, ამ წლების განმავლობაში რას ვაკეთებდი და რატო ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი. მაგაზე მიფიქრე რა შევძლებთ თუ არა ახსნას მათთვის გასაგებად, რატო ვაკეთებდი ამ ყველაფერს ერთი და ნუ იმის გამო რომ რაღაც ამ საგიჟეთში ვარ თავიდანვე გადართული, ხო, გასაგებია რომ საკმარის იმას დროს და ყურადღებას ვერ უთმობ შვილებს და ოჯახს და რაღაცებს და ხო და იმ მაგის ახსნა რომ მომიწევს ამდენად შევძლებ მაგის ახსნას მე არ ვიცი. მაგაზე მიფიქრე ხა გამახსენდა რატო არ ვიცი. დიდი მადლობა ამ პასუხებისთვის და ახლა კიდევ ერთი რუბრიკა. ერთი კითხვა, რომელსაც დავუსვამდი ზურა გირჩი ჯაფარიძეს. ზუსტად სტილი დაცულია თავისი არაგრამატიკული, არ ვიცი, წინადადებები. თქვენი პოლიტიკური პროგრამა მუდმივად ეფუძნება ინდივიდის თავისუფლებას, თავისუფლების მაქსიმიზაციას, მაგრამ რა ხერხით შეძლებს ლიბერტარიანული ხედვა საზოგადოების კონსოლიდაციას ქვეყანაში, სადაც კოლექტიური ტკივილი, წარსულის ტრამვები და სოციალური უთანასწორობა ასეთი მწვავეა. ნახე როგორი კითხვა არა ეგრე დახვეწილად ჩამოყალიბებული, მაგრამ ბევრჯერ დაუსვამთ ჩემთვის, რომ ამ რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ, თავისი საბჭოთა წარსულით და მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებული ისევ საბჭოთა მენტალიტეტით, რამდენად საერთოდ აზრი აქვს რაღაცა ლიბერტარიული იდეების და ზოგადად თავისუფლების იდეების გავრცელებას, მაგრამ ნუ ჩემი აზრით, ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კი აქვს უამრავი ადამიანია, რომელმაც თავისუფლების არსი გაიაზრა და ანუ როგორ უნდა შესთავაზო ეს რადიკალური თავისუფლება საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფოსგან ელოდება გადარჩენას. ნაბიჯი, მაგიტო არის ჩვენი სლოგანი მეტი თავისუფლება, რომ დღეს თუ გაქვს რაღაც თავისუფლების რაღაც ხარისხი, ხვალ ქონდეს იმაზე ცოტა მეტი. ეგ უფრო ცოტა მეტი და ეს შემდეგ ნაბიჯი ერთიანად არ გამოვა. მაგრამ ის რო ეს შეუძლებელია, მაგის ამჯერ შესაძლებელია. შრომა ჭირდება. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და ბოლოს მინდა ესეთი რუბრიკა გვაქვს ჩვენ სამი ნივთი, სამი ამბავი და მაინტერესებს რა მოგვიტანე, რომელი სამი ნივთი დღეს გადაცემაში. არაფერი ისეთი, მაგრამ უცებ მოგიყვები. ერთია გირჩი. ეს გირჩი იმიტომ არის ესეთი, რომ ზუსტად ესეთი გირჩი იყო, ანუ ამ ზომის გირჩი იყო, როცა მოვიფიქრეთ სახე. მოვიფიქრეთ რა არაფერი არ მოვიფიქრებია ჩვენ. მე პალიკო კუბლაშვილი, გოგი მელაძე და გოგა ხაჩიძე ვიჯექით ვერაზე სუსუ პირველ ოფისში, სადაც ბევრი გირჩელიც არ არის ნამყოფი. და იქ მაგიდაზე ეგდოეს და ვიჯექით და ღლაბუცობდით, ვიგონებდით სახელს, რა დავარქვათ პარტიას, რა დავარქვათ პარტია და ესე იდო მაგიდაზე და გოგა თამაშობდა ესე ხელით და გოგამ თქვა რომ გირჩი დავარქვათო. და ჩვენი ასნა გავიცინეთ რა გირჩი და გავატარეთ, გადავეთ რაღაცაზე, ცოტა ხანი თქვა რომ არა მართლა სერიოზულად გეუბნებით, შეჩეო რა ჩეს გირჩი დავარქვათო. კიდე ვიცინეთ და მე გოგამ თქვა რომ ეხლა წახვალთო. იმლით აქეთ-იქითო ერთი თვეო რაღაცა სისულებს მოიგონებთო, არაფერი არ მოგეწონება და ბოლოს მოხვალთ და მაინც გირჩი დავარქვათო და ეგრე დასრულდა ეგ ამბავი რომ მართლა გირჩი დავარქვათ. და ჩამოიქცა Facebook-ი მახსოვს. ხო. რომ რა სახელია ეს? ყველა დაგწინდა. გირჩის მურაბებს დებდნენ და რაღაცა. ეგ ხო ისე გამოვიდა ხარ დაგვიგებია, მაგრამ გამოვიდა ისე რომ მარკეტინგული ხრიკივით გამოვიდა, რომ ლარი არ დავიხარჯია მარკეტინგში და მთელმა ქვეყანამ გაიგო რომ ვიღაც გიჟები არიან. ხომ მაგას დაჭირდა ის რომ მე სერიოზულობა შეგვემატებინა რომ ხალხის აგვეხსნა რომ ღლაბუცი არ არის, მაგრამ ეგ სწრაფად მოვახერხეთ, მაგრამ ის რომ სახელი გიჩით პარტია არსებობდა. სერიოზულობის მოსამატებლად დიდად არც რო ნავიდეთ მაშინ. მინდა გითხრა. მახსოვს თქვენი ღლაბუცობები. კიდევ რა ნივთი მოგვიტანე?
ეს არის მაგნიტი არის, რაც რაღაც პოვნა მინდოდა რაღაცა ამ კონცერტთან დაკავშირებით ანდრე ლიუ არის, ეგეთი ერთი ტიპი არის, რომელიც არის დირიჟორი და რა ქვია მას. ვიოლინოზე უკრავს სტრადივარიუსის ვიოლინო აქვს და ეწევა იმას კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას რა მაასტრიხტიდან არის და მაგარი ამბავი ის არის რომ ერთი ფანტასტიკურ შოუებს გავს და მე დანატას გვინდოდა ეს მოგწონა დიდი ხანი. მე რაღაცა ისე მოხდა რომ პანდემია რაღაც სახში რო იჯექით რაღაცა ამის რაღაც ყოლა იმას უყურეთ თითქმის კონცერტებს წასვლა გვინდოდა და მე გირჩის ხალხმა გაგვიკეთეს აი ყურამ და ეთონემ დაორგანიზეს და გაგვიკეთეს საჩუქარი და გვაჩუქეს 2 ბილეთი ამათ კონცერტზე და მაასტრიხტში ვარ ამათ კონცერტზე ნავყოფ. და ანუ წამოვიდნენ მთელი დედამიწიდან ჩადის ხალხი. ამ ეს კაცი ვარ მაასტრიხტში დაბადებული და თავის ქალაქს უკეთებს ეგეთ იმას რომ ყოველ წელს რამდენჯერმე დადის ამ განაწყობს ამ კონცერტებს, მაგრამ ბოლოს ამთავრებს აუცილებლად მაასტრიხტში. კრებს უამრავ ხალხს, მთელი ქალაქი იკეტება, გადაკეტილია და აი წარმოუდგენელი შოუ არის კლასიკური მუსიკით. ეს ერთ-ერთი შენი საუკეთესო მოგონება. ეს არის ალბათ ერთ-ერთი კაშუა ერთადერთი რაღაც ბოლოს წლების განმავლობაში რაღაცა პოზიტიური, იმიტომ რომ ხო, ნუ ეხა ჩვენი ამბავი არის ბოლოს წლების განმავლობაში ბავშვები გავიყვანეთ ზაფხულში მაქსიმუმ ურეკში და თემში თუ წაიყვანე კიდე და ეგ არის ხო. კარგი, მესამე არის კეპი, რომელსაც მოვიხდი ხა. რომელსაც შეიძლება მეკითხებიან, რატო ატარებ ხა ბოლოს ერთმა ამერიკელმა მკითხა უეჭორი რაღაცა ისტორია არის მაგ კეპის უკვე. და შეიძლება მეკითხებიან, ბარემ შენ იმაში უპასუხებ, რომ პირველი კეპი იყო ესეთი, ეს სპეციალურად დავიხურე და ესეთი US Army, რომელიც ჩემო ბავშვობის მაკაცმა მაჩუქა. რატომაც გადაწყვიტა რომ რავი შენ რომ გაგისწორდება ეს დაიხურეო და რომ დავიხურე იმის მე აღარ მომიხდია. ეხლა მაგ კოლექცია, ანუ ყველა ამერიკის არმიის ყველა მიმართულების კეპები მაქვს და რაღაცა გემების კეპები მაქვს და რაღაცა ყველა მიცის რომ კოლექციას ავითამოთ ყველა ჩუქნის. და რაღაცნაირად ჩემი ის გახდა. thing როგორ არა რაღაც ნიშანია. ხალხი მცნობს ამით, სადაც არ უნდა იყო პროტესტზე ამაზე. კეპით თუ არის რაღაცა მაღალი, ესე იგი ჯაფარა არის. არა, მეც ვიცოდი რომ კეპი გიყვარს, მაგრამ რომ ცოდნოდა რომ კოლექციას აგროვებ, აუცილებლად კეპით მოვიდოდი, აქ საჩუქარს გაგიკეთებდი დღეს ამ მნიშვნელოვან და სიმბოლურ დღეს. ესეც იქნებოდა ერთ-ერთი მოგონება შენთვის. ო გამოვალ მერე. რო გამოხვალ, დაგხვდები კეპით. Okay, so deal. მალე გამოდი და იქნებ საერთოდ არ შეხვიდე. მე მინდა რომ არ შეხვიდე საერთოდ. საერთოდ არ შევედი ამბები. გაქვს აი შეიძლება ეს ტრიუკი გააკეთოს ივანიშვილმა და რაღაცა შანსი არის კი. რაღაცა შანსი არის, მაგრამ ჩემი ძალიან პატარა პროცენტი არის მაგის. ნახოთ. მოკლედ მადლობა რა იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი, დაგემშვიდობები და არ ვიცი რა გისურვებ რა მაგრა იყო და გამძლეობას გისურვებ და ცეცხლი ოლიგარქიას. მაგაზე არის ნერვი.